ყველამ უკვე იცის, რომ ნახევარფაბრიკატებზე შეკვეთებს ვიღებ. მაგრამ როდესაც ჩემი ოჯახისთვის ვამზადებ, ყოველთვის რაღაცა ახალი მინდა გავაკეთო. ამჯერად გადავწყვიტე ქათმის კატლეტებში რძეში დამბალი პურის ნაცვლად ყაბაყი დამემატებინა. აქ მაქვს როგორც ფილე, ისე ბარკლის ხორცი. მიყვარს, როდესაც კატლეტი ერთდროულად წვნიანიც არის და ნაზიც. ყაბაყი კი მგონია ტექსტურას კიდე უფრო მსუბუქსა და რბილს ხდის. სიმართლე რომ გითხრათ, მეც ძალიან მაინტერესებს, მოეწონებათ თუ არა ეს ექსპერიმენტი ჩემს მთავარ დეგუსტატორებს, ჩემს ბავშვებს, მეუღლეს და რა თქმა უნდა, ჩემს დედამთილს. თუ შედეგი კარგი იქნება, შეიძლება პური ჩემს კატლეტებში უფრო ჯანსაღმა ინგრედიენტმა ჩაანაცვლოს. და კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის პანირება. მას ყოველთვის თავად ვამზადებ, რადგან სწორედ პანირება განსაზღვრავს კატლეტის საბოლოო ტექსტურას. თუ მინდა რომ ძალიან ხრაშუნა ზედაპირი ჰქონდეს, მხოლოდ პურის საფანელს ვიყენებ, თუ უფრო რბილი, მაგრამ ამავე დროს ძალიან ხასხასა ფერის, მაშინ შვრიასაც ვუმატებ პურის საფანელში. პროპორციებს აუცილებლად მივუთითებ ვიდეოს აღწერაში, მე კი ველოდები თქვენს კომენტარებს.